გამარჯობა ჩემო კარგებო, მოკლედ ახლა კოცების ეგრეთ წოდებული პროპაგანდა ყვირის, რომ აი ელისტრაკო ასე უძახიან ელისოკილაძეს, ელისტრაკო კილაძეო, თურმე რასაკეთებდაო, უცხოელ პენსიონერებს ატყავებდაო და დედა უტირაო და ასექნაო და ისექნაო და რაღაცა და მაგის ნარკომანი შვილიო და რაღაცა. იცი რა არის? მოდი ერთი მე არავის არაფერს არ ვაბრალებ, მაგრამ ფაქტია რა, ესეთი მძიმე და რეალურად სწორი ფაქტია რა და უნდა ითქვას, რომ კარგი იმან აღიარა ელისოკილაძემ, რომ როგორც სხვა დაცემული მისი შვილიც ჩართული იყო ამ ნარკო მომხმარებელთა თემაში და ძალიან უჭირდა როგორც დედას კიდე შეიძლება ადამიანმა უთანაგრძნო კიდევაც რა. თუმცა მეც იმ ეპოქაში გავიზარდე, როგორც მისი შვილი ერთად თამაშობდით ჩვენ იქ ფეხბურთს და მე ნარკომანი არ გამხდარ რა. ეს ისე ცნობისთვის ამ შვილს კაი გაზდა უნდა და დედას მაგაში ძალიან დიდი როლი აქვს სხვათა შორის რა. მაგრამ არის მეორე საკითხი ჩემო კარგებო და ალბათ უფრო მნიშვნელოვანი რა. ელისოკილაძე თუ ევროპელ პენსიონერებს ტყავებდა ფულს და ქვეყნის გარეთ მილიონებს შეულობდა, ხო? კობალაძე რო არის რა, დღეს რომ ისი დაჭერა უხარია ეს კიტოვანის ლეკვი ზედმეტსახელად ბომბორა რო ერქვა კლიჩკა. რომ არადიორობდა საქართველოში და ძარცვავდა თვითონ სამეგრელოს რა. მოდი რა ახლა შევა ის თუ უცხოეთის გარეთ ჩალიჩობდა რაღაცას ის კილაძე მე ვერაფერს ვერ დავაბრალებ ჩალიჩობდა, მაგრამ ეს რო ქვეყნის შიგნით ჩალიჩობდა ეს ყოფილი კოცი ვედერანთა სამსახურის უფროსად რო უზით ახლა და შვილებზე თუ მიდგება კაცო ლაპარაკი, ხო? ის კილაძის შვილი თავის ვენაში თუ უშვებდა წამას, კიდე მისი პირადი პრობლემაა და მისი ოჯახის პრობლემაა რა. კობალაძის შვილმა ანგელოზივით ბიჭი დააგდო ძირს და კლავდა და ნაცვლად იმის ამ კლუბის იჯდეს ციხეში, წვრილმალი ხულიგნობისთვისაა გამოშვებული გარეთ, ხო? შევხედოთ რა რეალობას, ახლა თუ შედარებაა და დილემის წინაშე დგას ერი და ცუდი და მძღნერი იწონება, რა ელისოკილაძე არის, მანდ ამაის გამოუსწორებელი მძღნერი. კობალაძე არ არის მძღნერი? რა არის იცი? ქართულო ოცნება. როცა გჭირდებოდა თქვენ კილაძეს თქვენ სამსახურში გყავდათ. როცა დაგჭირდათ კობალაძეს თქვენ სამსახურში გყავთ. დაგჭირდათ კილაძესაც გაწირავთ, დაგჭირდებათ კობალაძესაც გაწირავთ და თქვენ საერთოდ ამ სისტემით მოარსები და მაცხოვრებელი ტიპები ხართ, რომლებთაც დიდი ალბათობით დიდი ხნის მომავალი არ უწერია, იმიტომ რომ ესაა პირამიდა. დღეს ერთს გაწირავ, ხვალ ორს გაწირავ, ზეგს სამს გაწირავ, მაზეგს 4-ს გაწირავ და მერე მის ზეგ კიდე შენ თვითონ გაიწირები. იმიტომ რომ ეს ასეთი პირამიდა არასდროს შედეგის მომტანი არაა, შედეგის მომცემი არ არის და ყოველთვის დაფუძნებულია იმ მარცხზე რა. არასწორი მიდგომა ესა ურთიერთობების და არა მარტო სახელმწიფოებრივი თემა არის ეს რა. ურთიერთობების აგება ცხოვრებაში ეს არის უმთავრესი დამოკიდებულება ცხოვრების კეთილსინდისიერების და რაობის მიმართ, რომელიც თქვენ სამწუხაროდ არ გაგაჩინიათ რა კოცებს. იმიტომ რომ თქვენ გყავთ ერთი ღმერთი, ბიძინა ივანიშვილი და მაგ ბიძინა ივანიშვილი მოგიტყავთ დედის ტრაქს. მადლობა.